გამარჯობა, მე ზურაბ ღამბაშიძე ვარ. ქართულ ხალხურ საკრავებს ვამზადებ. დღეს უნდა გაჩვენოთ პირისთვის ფიცარს როგორ ვაწებებ, რომ შემდეგ, რა თქმა უნდა, დავამუშაო და მუცელზე დავაწებო. როგორ ვარჩევ ფიცრებს. და ამიტომ მაგიდასთან მიწევს ვიდეოს გადაღება. ყიდულობ ხოლმე 6 მეტრიან კოჭებს, ძირითადად 3 მეტრიანიც მიყიდია, მაგრამ ძირითადად 6 მეტრიან კოჭს ვყიდულობ. გაჩვენებთ მაგალითად, არის 10, 20-ზე, 8, 12-ზე, 7-12-ზე ვარჩევ, რომელიც მომეწონება ხოლმე ნაკლებ კორძიანი, რომელიც არის და სწორ ძარღვიანი. ეს არის 20 სანტიმეტრის სიგანე, 10 სანტიმეტრის სისქე. ოღონ უკვე სიგრძეზე დავჭერი. ჯერ 2 მეტრიანებად დავჭირი ხოლმე და შემდეგ ვინახა 2 მეტრიანებად, მერე უკვე ზომაზე, ამ სიგრძეც უნდა იყოს პირი. მერე სანამ ჩამოხერხვას დავიწყებ, ერთ მხარეს აუცილებლად გავაშალაშინებ ხოლმე, რომ დადგა ხერხზე ხერხავ 4 მმ-ის სისქის ფიცრებად. და რატომ? ძირი, ამ შემთხვევაში ძირი დაბლიდან ხომ, აუცილებლად სწორი უნდა იყოს, რომ ხერხმა არ დაგირტყას, ან ხერხს კბილი არ მოტყდეს, შეიძლება გამოისროლოს, უბრალოდ სახიფათოა. აუცილებლად ძირი სწორი უნდა იყოს, რომ მაგიდაზე კარგად ისრიალოს. არ უნდა იმოძრავოს ეს. მეორე მხარეს არ ვაშალაშინებ ხოლმე, ვტოვებ ესევე, ზედმეტი შრომაა, ხომ? ეს გაჩვენოთ, პირობითად ავიღე, ჩამოვხერხე, გადავდე, ესე დავაწყე. შემდეგ ავიღებ ხოლმე ორცალს. ეს გადავშლი წიგნივით. ამიტომაც უწოდეს გადაშლილი წიგნი. რომ ეს წიგნივით გადაშლიან და ისე არგებენ ერთმანეთს, რომ სიმეტრიული იყოს. შუა ხაზიდან სიმეტრიულად იყოს ნახატი. მithქვამს, რომ არ არის მასალა ყოველთვის თანაბარი მთელ სიგანეზე, რომ თანაბრად მიდიოდეს ძალხაზები. პირობითად რომ დავყოთ, ზოგი არის თანაბრად მიყვება და ზოგი წვრილი და თანდათან ფართოვდება მეორე მხარეს. შევარჩევთ. ხლა არ ვიცი, გამოჩნდება თუ არა. მე მგონი არ ჩანს. რომ არა უშავს, აგიხსნით. აქ ოდნავ ცერად მიდის. ეს ქვედა ნაწილში ოდნავ ცერად მოდის ძალხაზები და აქ თითქოს უпроსტად თითქოს აშუაში აქ ოდნავ რკალია. ამიტომ უნდა შევაწებოთ ამ უფრო სწორი ნაწილი, რომელიც არის, სწორი ნაწილებით ერთმანეთისკენ, რომ უფრო ლამაზი იყოს. და ეს რკალი, ასე ვთქვათ, დაიმალება, გაჩვენებთ როგორ. ეს გამოჭრილი მაქვს სასწავლო ფანდურის პირი, როგორიც არის. თქმელ ფანდურს ოდნავ უფრო მოხრილია ეს, რომ ყელი უფრო გრძელი არის. მეტი ხირი რომ დაეტიოს. აქ ასე რომ გაჩვენოთ. ეს კუთხეები უნდა ჩამოეჭრას, ხომ? და ამიტომ ის მორკალული ისე აშკარად არ გამოჩნდება უკვე. გვერდები ჩამოჭრილი რო იქნება, ანუ ეს კუთხეები რო ჩამოეჭრება. ის მორკალული ისე აშკარად არ გამოჩნდება და უფრო ლამაზი იქნება პირი. მithქვამს ხომ, კი, სასწავლო რადგან კარგი მასალა ბევრი არ გვაქვს სასწავლო ფანდურებისთვის. ბევრნაირ
ვიყენებთ და კარგი ფანდურებისთვის აუცილებლად ლამაზიც უნდა იყოს ფიცარი. წინა გადაცემაში თქვი ხომ, ერთნაირი აკუსტიკური თვისებების რომ ჰქონდეს ლამაზი პირი, კარგ ფანდურებისთვის უნდა შევინახოთ. ახლა რა არის? მაგალითად წინა გადაცემაში ვთქვი, რომ არ არის ჩვენთან ისეთი სამსახური, რომ საკრავებისთვის საგანგებოდ ჭრიდნენ ხეს. მაგალითად ნაძვი რო ავიღოთ. საკრავებისთვის უნდა შეირჩეს უტოტო. ხე რაც მაღალი იქნება უკეთესია. და რატომ? ერთი მიზეზი, ხედავთ კორძები, ხომ? ეს ვერ ვიტყვი რომ თლად შეშარი მეთქი. აქ ქედა მორგს გამოვიყვანო 5 სანტიმეტრის სიგანე უნდა ქონდეს და 1 სანტიმეტრის სისქის ჩამოვჭრი ხოლმე. გაჩვენებთ. აი, ასე, პირობითად რომ გაჩვენოთ. სანტიმეტრია სისქე, ეს ცოტა მაღალია, მაგრამ მაღალი იყო, ის არის, მურყანი არის ეს. შეგვიძლია ნაძვის გამოვიყენოთ, მურყანი იყოს. აქ გამოვხაზავ ხოლმე. მორგვი უწოდე, რაც გაჩვენებთ ახლა. გადავდოთ. ფანდურზე მუცლის ბოლოში. აი ეს სანტიმეტრი სიგანეზე რო ავიღოთ. ის სანტიმეტრიანი გამოჭრილი ზუსტად ეს როგორიც უნდა იყოს და ამ მორგვზე წებდება მუცლის ფიცრები, რომ მყარი იყოს. მყარად შეწებდეს ფიცრები ერთმანეთზე, თან საკუდარი რიცხვა უნდა გაჩერდეს. და იმიტომ უნდა სანტიმეტრზე სქელი არ არის საჭირო. არ ჭირდება მეტი. შეიხრიტება და შეჯდება. ეს უკრიდან დაწებებული არის. ხან თუთას ვაწებებ, ხან მურყანს ვაწებებ. თუთას და მურყანს ვაკეთებ ხოლმე ძირითადად სასწავლო ფანდურებს ასაც ვუწოდებ. ეს ხუფი მხოლოდ სილამაზისთვის არის, რადგან უშნუ არის მორგვი და მიწებებული ასე ფიცრები. არ არის ლამაზი, ესე უფრო ლამაზად ჩანს და ამიტომ მხოლოდ ეს დავალია ხუფს, რომ ლამაზად იყოს ბოლო საკრავის. აქედან ხუფს გამოვიყვან. ეს უკაცრავად აქედან მორგვს გამოვიყვან. მაგრამ პირის ფიცრისთვის უკვე აღარ გამოდგება. აი ეს კი გამოდგებოდა, მაგრამ აქ არის ახლოს კორძი. თითქმის ბოლომდეა უკვე მისული და აღარ ჩამოიჭრება აქედან პირის ფიცარი. კი, მithქვამს რომ ურჩევ ხოლმე რომ ირეკავენ ფანდური გვინდა. ზოგი ამბობს ხოლმე კარგი ფანდური მინდა და ვეუბნები, ბავშვი ჯერ თუ ბავშვი არის, პატარაა ჯერ ბავშვი, ეგებ 1-2 წელიწადში საერთოდ დაეკარგოს ფანდურზე დაკვრის ხალისი და ტყუილა ძვირი ფანდურის ყიდვას. ეს ჯერ ეგრეთ წოდებული სასწავლო ფანდური იყიდეთ, ესეც კარგია. და შემდეგ თუ ან ეგებ არც უნდა პროფესიონალის დონეზე დაკვრა ხო იმ ბავშვს. ის სასწავლო ფანდური საკმარისია, თუნდაც სოლოების დასაკრავად, სიმღერის შებანებისთვის. მაგრამ მერე ვიტყვი. კი, ჯობს ბავშვმა თავიდანვე კარგ საკრავით დაიწყოს დაკვრა, მაგრამ მეორე რა არის? რომ ეს ბავშვები არიან, ცელქები არიან, დარბიან და შეიძლება რაღაცას მიარტყან ან მეორე მიეჯახოს დაამტვრიონ და ცოდვა ის კარგი საკრავი. თუნდაც იმიტომ რომ ისე მატერიალურიდან გამოვიდეთ, შეიძლება ისე დაამტვრიონ ფანდური რომ აღარც აღდგეს. ამდენი ფული წყალში გადაყრილი გამოდის. ისე მასალაზე გავაგზავნოთ რომ უნდა იყოს სწორძარღვიანი, კიდევ უტოტო რატო უნდა იყოს, რომ სწორძარღვიანი უნდა იყოს. მაგალითად კი ვთქვი წეღა რომ სასწავლო ფანდურზე
ისეთი კარგი მასალა არ გვაქვს, რადგან არ არის ბევრი ის კარგი მასალა და ამიტომ ვიძულებული ვართ ცოტა დაღრეცილი, ანუ მორკალულ ძალხაზებიანი პირი სასწავლო ფანდურებისთვის გადავდოთ და უკეთესი კარგი ფანდურებისთვის. იმიტომაც უნდა იყოს ის უკორძო. უბრალოდ უტოტო, რომ კორძი არ იყოს. ეხლა აქაც არ გამოჩნდება, მაგრამ ვისაც ხესთან გქონიათ საქმე, იცით რომ კორძთან სწორად რომ მოდიოდეს, მერე ირკალება. მაგრამ ესე სწორად მიდის. ამიტომ როდესაც უფრო ნაკლები ტოტი ექნება, იმიტომ ვარჩევ ხოლმე ნაკლები კორძიანს, უფრო სწორედ ნაკლებ კორძიან კოჭს იმიტომ ვარჩევ, რომ ბევრი შეშა არ დამრჩეს. იქ კარგი მასალიდან მორგსაც ამოვიყვან, ხომ? ეს არის ის ცუდი მხარე, რაც ჩვენ საქართველოში არ არის საკრავებისთვის, რომ საგანგებოდ მზადდებოდეს მასალა. მაგრამ რა ვქნათ, რაც გვაქვს, იმით ვაკეთებთ. როგორ ვარგებ? მოდი, მორგებამდე ჯერ მაგიდაზე გეტყვით. უпроსტად დაფაზე. ვიყიდე 12-იანი ფანერა. 10-იანიც შეგიძლიათ იყიდოთ. სქელი უკვე ზედმეტი არ არის საჭირო. 12-იანი, 10-იანი კარგი დაფა გამოდის. ეს ყავისფერ ზოლს ხედავთ, ეს არის ტექსტოლიტი. რამხელაც მქონა ტექსტოლიტი. იმის ზომების გამოუჭერი ეს ფანერა, 2 ცალი ერთმანეთზე შევაწებებ ძირად. შემდეგ ჩანს აი თეთრი წერტილები. შჭვალებით დავამაგრე, შჭვალი ბევრმა არც იცის რა არის, შურუპი იციან. დავამაგრე, რადგან ვერ დავაწებებდი ტექსტოლიტს ფანერაზე. შემდეგ დაუდე რკინის ფურცელი. ლისტი იცის უმეტესობა. ლისტ ხო ფურცელია, ამიტომ ქვია რკინის ფურცელი. წიბო სწორი აქვს ამას. რა მიზნით დაუდე, რომ შალაშინს, რომ დავიწყებ გაშალაშინებას მეთქი და ამ სწორზე გავატარებ. უკვე ეს წიბო სწორი იქნება მეთქი და კარგად მოერგება. ფიცრები ერთმანეთს, მაგრამ ფაქტიურად არც გამომიყენებია ეს და თუ გადაწყვეტ ესე დაფის გაკეთებას არც დაუდოთ ეს რკინა ქვევიდან. პირდაპირ ტექსტოლიტი რატო დავამაგრე, რომ ფანერა ადვილად გასწვდება, რკინა უნდა უსვა, ხო? ეს კუთხოვანისგან გავაკეთე. უგოლნიკი ვერმა ესე იცის. შალაშინები არის თუჯი და ადვილად გაწვეს მეთქი ფანერას და ამიტომ დავაკარე ტექსტოლიტი. და შემდეგ ზევიდან კიდევ ერთი ისეთივე 12-იანი ფანერა. ხო, რაღაც ნაწილი აქვს შალაშინს, რომელიც დანარო არ არის. ამიტომ მაღალზე უნდა იყოს ის პირი. უბრალოდ ფიცრები, პირი საპირე ფიცარი. იგივე 12-იანი ფანერა და თავსა და ბოლოში აქ წინ არ ჩანს. ბოლოში ასე ხედავთ ვიწრო ზოლი ხის შვალებით დავამაგრე. რატო ორივე მხარეს? არ ვიცოდი როგორ გავაშალაშინებდი. ასე ამ მიმართულებით გავაშალაშინებდი თუ აქედან გავაშალაშინებდი. ამიტომ დავამაგრე ორივე მხარეს. ვაშალაშინებ ესე მარჯვენა ხელით და ეს რატომ არის? რომ მივაბჯინო ფიცარი. მხოლოდ ზევიდან ვადებ ხელს. რომ შიგნი არ შეცურდეს. აქ უკვე თვითონ გასმისას ებჯინება, რომ მეტი ძალა არ დავხარჯო ფიცრის დასამაგრებლად. ახლა შალაშინები, რითი ვაშალაშინებ. თავიდან ამით ვაშალაშინებდი, ამას შერხებელი ქვია გერმანულად. ქართულად ალბათ ვერ შეურჩიეს სახელი, ლექსიკონში ვნახე ერთგვარი შალაშინი წერია. ხედავთ თეთრი ზოლი, ეს ჩანს კიდეც. სადაც ფიცარი ესმეოდა, დარჩა ეს ზოლად. მაგრამ ხედავთ დანა განიერია. 30 მმ-ია დანის სიგანე. და ტყუილავ კარგავდი ამ ხელა დანას.
გაცვდა ეს 4 მმ თლიანი პირი უნდა გადავლესო, ხომ? ვიწრო შალაში ვიწრო დანის ჩაყენება რთულია, რადგან კი შეიძლებოდა, მაგრამ კიდე მეორე მიზეზი რა იყო, რატო აღარ ვეცადე ვიწრო დანა ჩამესვა? ამით კარგად ვაშალაშინებდი, ვასწორებდი, კი ბატონო, მაგრამ მაინც წინა მხარე ცოტა მოკლია. ასეთივე არის ეს შალაშინი, სიგრძით ერთ და იგივეა ეს ორივე. ოღონდ ამის დანა 50 მმ-ია სიგანით, 5 სანტიმეტრი. კი, შეგვიძლია ასეთი ეს ნახევარრანდა არის. შალაშინები დანომრილია ზომების მიხედვით. ეს შალაშინი არის 4 ნომერი. ეს ნახევარრანდა 5 ნომერი. ამას წინა მხარე უფრო გრძელი აქვს, კი? მოგაჩვენოთ. რამდენით გრძელი არის. მაგრამ აქაც იგივე იქნებოდა, ესეც 50 მმ-ია პირის სიგანე. 4 მმ გაცვდება, ამდენი ტყუილა უნდა ვლესოთ და დაიკარგება ეს დანა. ამიტომ გავაკეთე კუთხოვანისგან. კი, კარგად ვიწვალე. ეს რომ გამეკეთებინა. აქ ჩვეულებრივ ჯერ აქ თვითონ ძირი ჩაუჭერი 45 გრადუსზე. შემდეგ მე მგონი 10-იანი კუთხოვანა ავიღე, აღარ მახსოვს. სქელი კედელი აქვს. იგივე კუთხოვანისგან ისე გამოვჭერი, რომ დანის დასადებიც 45 გრადუსზე არის. ჩვეულებრივ 45 გრადუსია. აი აქაც რომ გაჩვენოთ. ძირის მიმართ დანა 45 გრადუსზე დგას. კი, არის სხვანაირი შალაშინებიც. გინდა რანდა იყოს 20 გრადუსზეც არის და 12 გრადუსზეც არის დანა დაწვენილი. ოღონდ მოდი გაჩვენებთ ამასაც. მე ალბათ შალაშინებზე ცალკე ჩავწერ გადაცემას. ჩვეულებრივ დანა ესე დგას, ნალესი ქვევიდან არის. მაგრამ 20 გრადუსზე თუ დააწვენ დანას, ეს ქვევით მოყვება, ქვევით ჩადის და ვერ გააშალაშინებ. ამიტომ გადაატრიალეს დანა. ნალესი უკვე ზევიდან მოწევს. მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ თუ კი შალაშინი ისე გიდევთ, რომ იშვიათად იყენებ, ან წინ რაღაცა უნდა იდოს, რომ ოდნავ აწეული იყოს, დანა თუ გამოწეული გაქვთ, რომ მაინც არ მოხდეს რაღაცა შემთხვევით. ან შეწიეთ დანა, რომ გარეთ გამოწეული არ იყოს. ისე შეინახეთ. გავაკეთე ესეთი რანდა უფროა ვიდრე შალაშინი, რადგან გრძელია. ხედავთ, რომ დანა შუაშია. ზუსტად თანაბარი არ გამომივიდა, მაგრამ ვთქვათ, რომ რამდენიც წინ არის, იმდენივე უკან არის. წინა მხარე ცოტა მეტი ავიღე, რომ შემემსუბუქებინა. უკან უფრო მაღალი დავტოვე ეს. რადგან რომ ვატარებ და ვაშალაშინებ, არ უნდა ითამაშოს ესე შალაშინმა, რომ 90 გრადუსი უნდა მივიღოთ აქ. მოსარგებად. ეს შალაშინი რისთვის მაქვს? ერთმა მაჩუკა სახში ტყუილად მაქვს, მაინც არ ვიყენებ, შენ გამოიყენებო. თავისივე დანა დავტოვე, რადგან ესეთი განიერი დანები მაქვს რამოდენიმე და ეს რო გაცვდება, თან იმდენი ლესო არ უწევს. ეს შავად ასაღები შალაშინია. და თუ გაცვდება, შევცვლი, ესეთი დანა მაქვს. ბევრს არაფერს დავუკარგავ. ეს დანა თუ გამისვა, თან საკმაოდ გრძელია, როდის მე ამას გავლევ მუშაობაში. აქ მეტად არის დანა გამოწეული. არც დავკვირვები ვარ. დაახლოებით 1 მმ არის გამოწეული დანა, რომ უცბად აიღოს
ბევრი. და ამ რანდაზე დაახლოებით მილიმეტრის 2/1000. მოდი ბარემ ამასაც ვიტყვი, რომ დანას რომ ასწორებთ, რამდენზე უნდა იყოს გამოწეული, ქვევით რაღაც ღია ფერი უნდა იყოს, რომ კარგად გამოჩნდეს დანა ამოსული. ხო, რისთვის ვიყენებ ამას? გითხარით რომ ერთ მხარეს გაუშალაშინებ, რომ მაგიდაზე კარგად ისრიალოს და არ ვაკვირდები იქ ძალხაზები როგორ არის და პირობითად გავაშალაშინე, მოდი ამით ვიხემძღვანე რომ არ აუშავს. პირობითად გავაშალაშინე ეს მხარე და ჩამოვხერხე, ხერხავ. და ხომ არის კორძიანი. გამოჩნდა კორძი. ამას ხო შუა მხარეს ვერ გამოვიყენებ, ისე აქ რო გაჩვენოთ, აი აქ ხო მაინც სასწავლო ფანურებზეც არ მინდა რომ კორძიანი იყოს, ამხელა კორძი რო კონდეს, თორე თუ რამე, აი მაგალითად რო გაჩვენოთ, თუ გამოჩნდება აი პატარა კორძები ხომ ჩანს? ესეთი არაფერს უშლის. მაგრამ ამხელა კორძს ნაპირში აი ესე რომ გაჩვენოთ. ჩამოეჭრება ეს და ხელს არ მიშლის ეს კორძი. მოუწია ესე და აქეთ ამ მხარე თვითონ რო დახერხეს კოჭი არ არის ეს სწორი მხარე და სანამ ამ რანდათი ავიღებ დროს ვკარგავ ხომ? 1-2 ჭირდება ყოფნის 1-2 გატარება შალაშინით და სწორდება წიბო. შემდეგ უკვე იმ რანდათი ვასწორებ. აქ გატარებულია, გაშალაშინებულია, ძირის მხარე იყო ეს, მაგრამ მაინც ხელით უნდა მოვარგოთ. მორგებას სანამ დავიწყებთ, ახლა აქ აშკარად ჩანს შიგნით რომელი მხარე უნდა იყოს და თქვათ ვარგებთ, კარგ პირს ვაწებებთ და ერთ და იგივე სიგანის არის ძალხაზები თელ ფიცარზე. ზუსტად ერთ და იგივე ალბათ არც იქნება და პირობითად რო ავიღოთ მილიმეტრი და 1/1000, მილიმეტრი და 2/1000, მე ისე მილიმეტრი და თვალით აშკარად არ ჩანს ხომ? და რომელიღაცა მხარე შევარჩიეთ რომ მოგვეწონა ესე, უნდა მივადოთ, მე აქედან მივადოთ და რომელიც მოგვეწონება რომ ჩვენი თვალისთვის უფრო ლამაზად ებმება ერთმანეთზე, უფრო ლამაზად თლიანი ნახატი, უფრო ლამაზია. ანუ ის მხარე, შიდა მხარე უნდა დავამუშავოთ, გავაშალაშინოთ, ხომ? ავიღებთ კუთხეებში, გარეთა კუთხეებში და ფანქრით. ესე პატარაზე რომ ჩამოვხაზოთ, საკმარისია, ჩანს. რო არ შეგვეშალოს, აი მაგალითად რა არ შეგვეშალოს. პირობითად ავიღეთ, იგივე გავაშალაშინეთ, ჩამოვხერხეთ, მაგრამ შერჩევისას აღმოჩნდა რომ ეს გაშალაშინებული მხარე გარეთ უწევს. დავიწყეთ, მოვარგეთ ეს შიდა მხარე, არ დაგვიხაზია პირობითად ხო ვამბობ. მოვარგეთ ეს უკვე ხელის შალაშინით იდეალურად უნდა მოერგოს, მაგრამ რო გადავდეთ როგორღაც შეგვეშალა და აშკარად ესე უცბად არ ჩანს ხელით გაშალაშინებული რომელია და დაზგაზე გაშალაშინებული. წავუსვით იმ მხარეს, რომელიც დაზგაზე იყო გაშალაშინებული, მივადეთ და ზუსტად არ ერგება. ამიტომ არის ესე დანიშნა საჭირო. დავნიშნეთ. ახლა დავიწყოთ მორგება. აქ ჩამოხერხვისას ცოტა კუთხეები ჩამომტრეულია და კიდე რაში გჭირდება ეს შალაშინი.
ეს რადგან გრძელია, არ ფიქრობთ, რომ იდეალურად სწორდება მაინც. ხე თავისებური არის. სიმკვრივე ოდნავ სხვაობაც რო იყოს. ან შეიზნიქება, ან ბოლოები შეიწევა და კუზივით ექნება. აქაც დაკვირვება უნდა. დავდებ და გამოწმებ. არ არის სწორი, შეზნექილია. რომ გავიგოთ, რომელი მხარეა შეზნექილი, უნდა გავხედოთ თვალით. ოდნავ არის ორივე. ამიტომ თითოეულს გავკრავ ხოლმე ბოლოებში და შემდეგ ვასწორებ უკვე მთლიანად. ოდნავ კარგია. ამას უნდა გასწორება ოდნავ. თითქოს მოერგო იდეალურად, მაგრამ მაინც ვამოწმებ ხოლმე. ზოგი როგორ ამოწმებს ასე, შუქზე გახედავს. შუქი თუ არ გადის, ესე იგი კარგად არის მორგებული, მაგრამ მე როგორ ვამოწმებ? ოდნავ მივადებ ერთმანეთზე, უბრალოდ რომ მიდებული იყოს. და ხელით აი ესე ვაკეთებ ზევითქვევით. არ არის იდეალურად, ცოტა არის. ძალიან მცირედია შუაში სხვაობა და ამიტომ შუაში ადიჩადის. ნაპირები გაჩერებულია, შუაში ადიჩადის. თუ პირიქით მოუწია ბოლოები ადიჩადის ხოლმე. კიდევ ერთხელ შევამოწმოთ. აქ ოდნავ უნდა გასმა. ყოფილა ფიცარს ვაშალაშინებ არ სწორდება, ვაშალაშინებ არ სწორდება. როდემდე გეხვეწო მეთქი და გადავაგდე. რომ მაწვალებს, არ მიღირს იმდენი დროის კარგვას. ერთდროულად მიწევს ხოლმე, დავხერხავ პირის ფიცებს აი ესე 4 მმ-იანად, დავაწყობ და ერთდროულად ვაწებებ პირის ფიცრებს. და ამიტომ არ მიღირს, მირჩევნია ის ერთი ფიცარი გადავაგდო, ან თუნდაც ორივე. დრო ტყუილა არ უკარგო. ახლა იდეალურად მოერგო. მთლიანად მოძრაობს პირი. მოვარგეთ. ახლა როგორ ვაწებებთ? ინტერნეტში ვნახე, აგერ გაჩვენებთ. მსგავსი, რა თქმა უნდა, ეს გიტარისად უფრო დიდია. ეს ავიღებ 4 სანტიმეტრის სიგანის, შემდეგ 3 სანტიმეტრის სიგანის 3 ცალი. სიგრძე აღარ მახსოვს რამდენია, მეტი უნდა იყოს. ზუსტად 90 გრადუსზე გონიოთი გავასწორე, 90 გრადუსზე ყოფილიყო სამივე. ასეთივე კიდევ 3 გამოჭრილი მაქვს, დავადე ზევიდან, რომ ზუსტად მორგებოდა. ოდნავ რო აცდეს, ხელს არ შეგვიშლის, მაგრამ ლამაზია, ხო? ზუსტად რო დევს ერთმანეთს. ზევიდან ეს არის სანტიმეტრი ნახევარი თუ 2 სანტიმეტრი. აღარც მახსოვს, ამდენი წლის წინ გავაკეთე. ხო, 2 სანტიმეტრის სიგანის. ესეთი 2 ზოლი დაუდე. აქ შუაში, ჩანს, ჩადებულია. ეს არის 18-იანი ფანერა. ჩაუდე რომ
და მიქაჩვისას ერთმანეთთან არ მისულიყო, აქეთ იქით კიდე სოლი რომ გასრიალდეს. და შუაში რატო დავტოვე გრიჩო? შეწებებისას შემთხვევით რომ მაინც არ აიწიოს, ოდნავ რომ აიწიოს, რამოდენიმე მეათედი თქვათ 5 მეათედი რო აიწიოს, უკვე დათხელდება პირი. და რო დავინახო აქედან. ასეთი ვიწრო რატომ არის? მე უფრო შორიშორს რატო არ დავაწებე? ეს სხვა გავაკეთე, მანამდე გაკეთებული რაც მქონდა, უფრო შორიშორს არის და იმას ნაკლი რა აქვს. მithქვამს რომ 3 ფიცარი შემიწებებია. და 4-იც მე მგონი ალბათ სულ 1 ან 2 ცალი წინაგადაცემაში ხო ვთქვი რომ მიდის ლამაზად პირობითად თქვათ მილიმეტრიანი ისევ დაშორებები და მე უცბად ფართოვდება. თუ თანაბრად თანდათან ფართოვდება ის ლამაზი არის ესეთი პირი. მაგრამ მიდის პირობითად მილიმეტრიანი და უცბად 3 მილიმეტრიანია ძალხაზი. და ფართოები მიდის. ეს იცით რომ როგორი კლიმატი მოყვა, იმის მიხედვით იზრდება ხე. თუ ცივი წლები დაემთხვა, ახლო არის. თუ კარგი პირობები არის, უფრო მალე იზრდება და ფართი არის. უფრო უცბად ფართე ძალხაზი მიყვება, ხომ? და ჩავომიჭრია 3 არ ყოფნის, ამიტომ იძულებული გავხდი რომ კარგი იყო, ძალიან კარგი ბგერა ქონდა და ამიტომ 4 შევაწებე. მაგრამ წეგანაც გითხარით 1 ან 2 გავაკეთე ეგრე პირი. და 3-იანი ბევრჯერ შემეწებებია სასწავლო ფანდურისთვის და აქაც სიგანე იმდენია რომ უკვე აქეთ იქით ჩანს ის ზოლები, რომ აქაც არ აცდეს. ესეთი რამოდენიმე გაკეთებული, მაგრამ რო გითხარით, წეგანაც ხო გითხარით რომ ბევრს ვაწებებ ერთად და ეს დიდ ადგილს იკავებს. ამიტომ გავაკეთე ისიც ინტერნეტში ვნახე, ერთი კაცი გიტარის დეკას აწებებდა და ახლა გავჩვენებთ როგორ კეთდება. ავიღე 4 ცალი. იგივე ფანერა შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ახლა მურყანი ჩამოვხერხე და მურყანით გავაკეთე. წებო ავიღო. თუ 1-2 პირის შეწებება გიწევთ, ჯობს ისევ ასეთი არის, ისევ დაფაუწოდოთ თუნდაც. ასეთი რამ გააკეთოთ. თუ შემსავით რამოდენიმე 15-20 პირის ერთად შეწებება გიწევთ, ჯობს ესეთი რამოდენიმე გქონდეთ, უფრო ცოტა ადგილს დაიკავებს, ხო? ზომები რო შევადაროთ, ამხელა სხვაობაა. მაგრამ ამას უნდა რაღაც ქვევიდან დაედოს. ნებისმიერი 2 ჯოხი თანაბარი სისქის ჯობს. წებო, კარგად უნდა წაუშვათ, არ უნდა დაგენანოთ. ცოტას წაუსმევთ, კარგად არ შეწებდება, ბევრს კი აზრი არ აქვს. მაინც გამოდის ზედმეტი. გამოცდილებით მიხვდებით, რამდენი უნდა წაუსვათ. თუ გამოჩნდება, მთელ სიბრტყეზე ყველგან უნდა წაესვას. კი, შეგიძლიათ თუ გეზარებათ ესე ზუსტად წასმა, მერე მიადებთ და
წინა უკან მოძრაობით გაესმევა მთლიანად, მაგრამ მე მირჩევნია მთელ სიგანეზე წაუსვა და ისე შევაწებო. რვიანივით ვატარებ. ორი გადატარება ყოფნის, ორი რვიანი, საკმარისია. ეს ჯერ გადავდოთ, არ გვჭირდება ახლა. ბოლოები შეხედეთ ხოლმე, არ აგიცდეთ, ყველა მასალას კარგავთ. აქაც ასევე რვიანივით უნდა გადაატაროთ. ორჯერ აქაც საკმარისია. ასე მარტივად შეკრავთ, ეს საკმარისია, რომ არ გამოიშალოს. და სოლი აუცილებლად რომ ვიკაჩოს. აქ შეამჩნევდით, რომ ჭიმავდით თან თოქს, რომ კარგად მიაწვეს ერთმანეთს. ეს იდეალურად მორგებული რო არის, მეტი ვიკაჩვა არ ჭირდება. აუცილებელიც არ არის ძალიან ვიკაჩვა. წებო იჭერს. შომალს ხმარობ მე. ვერ ვიტყვი რომ საუკეთესოა მეთქი, მაგრამ ერთ-ერთი კარგი წებო არის. ის კაცი გიტარისტიკა საწებებდა მეთქი ესე 4 ბიცრით. მე მგონი ზევიდან არ ცუდებდა, არ მახსოვს რამოდენიმე წლის წინ ვნახე. და თქვენ თუნდაც ნახეთ რომ ცოტა რთულია ასე, ისე ჯობს, ასე თქვა დაფით ჯობს დაწებება. ოღონ მას უფრო შიგნით ქონა დადებული. მეც თავიდან ასევე დავდე, მაგრამ გადმოშორილები რო იყო დიდი აქეთ-იქით. კი, იდეალურად არის მორგებული, მაგრამ შეჩვეული რო ხარ აქ ცოტა გამოდის. მე მგონი 2 სანტიმეტრი ნახევარი მაქსიმუმ. ისე მაქვს გაკეთებული ეს მორგებული, რომ ცოტა გადმოდის აქეთ. ადამიანი რასაც ხარ შეჩვეული, ხო? აქ უფრო საიმედო არის ბოლოებში როა დაკაჩული და შუაში. გავწიე აქეთ-იქით ნაპირებისკენ უფრო და შუაში ამხელა ადგილი მრჩება, ხო? დავაპირე მესამე, როგორც აქ არის, მესამე შუაში ჩავდე მეთქი, მაგრამ მე უცბად მოვიაზრე. ესე შემოვახვიე თოკი და საკმარისია. სრულიად საკმარისია, იჭერს. წინა გადაცემაში ვთქვი, რომ სათქმელი ბევრია და შეიძლება რაღაც დამავიწყდეს ხოლმე. დღესაც ზუსტად ასე მოხდა. ჩავწერე, დავასრულე ჩაწერა, დავიწყე მაგიდის სალაგება და უცბად გამახსენდა 2 რამ უნდა მეთქვა კიდე. ეგრე მეტიც არის სათქმელი, მაგრამ ახლა უცბად 2 რამ გამახსენდა. და რა არის? ერთი ფიცარი, როგორი პირის ფიცარი, როგორი შეიძლება მოყვეს. გაჩვენეთ ეს სიგრძეზე დაჭრილი უკვე, ამ სიგრძეც ჭირდება. და ამის წინა იყო თუ უკან ამის იგივე კოჭის არის ეს გაგრძელება. და რატო მიდევს 2 ნაწილად? შუაში იყო კორძი. ჯერ ცალი მხარე ჩამოვხერხე, მივედი კორძამდე, შემოვატრიალე, მერე მეორე მხრიდან ჩამოვხერხე.
და რა მივიღე? ალბათ გამოჩნდება. ყავისფერი ზოლები ჩანს ალბათ, ხო? და იგივე კოჭის პირობითად ვთქვათ მეორე ნახევარი. თეთრია ფიცარი. აი ასე რომ გაჩვენოთ. აქ უკეთესად ჩანს ალბათ სხვაობა. ეს ახლა გემოვნების ამბავია, ზოგს ეს ყავისფერი ზოლებიანი უფრო მოეწონება, ზოგს ესე თეთრი უფრო მოეწონება. მაგრამ აი როგორი სხვაობა შეიძლება მოგცეს ერთმა კოჭმა. შეგვიძლია სხვადასხვანაირი პირი შეგვიძლია მივიღოთ. აკუსტიკური თვისებები ერთნაირია. ამას აპარატურა, რა ვიცი, რამე აპარატურა თუ გაარჩევს ამეების ბგერას, არ ვიცი, რაც არ შემოწმებია, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ყურით რომ ამათ ბგერას ვერ გავარჩევთ, აშკარაა წინა გადაცემაში ვთქვი კიდეც რომ პროფესიონალმა ვერ გაარჩია კედარის და ნაძვის დეკა, რომელი გიტარას რომელი დეკა ქონდა, კედარისა იყო თუ ნაძვის. თუმცა იმასაც ამბობენ ხოლმე რომ კედარს უფრო რბილი ბგერა აქვს და ნაძვის უფრო გამოკვეთილი. მოკლედ, ასეთი სხვაობა მოგცა ფერში. და მეორე, რა მინდოდა მეთქვა. ისევ ორი რო ვთქვათ რომ თანაბრად არის ძალხაზები ერთნაირი სიგანის არის და მეორე თანაბრად ფართოვდება. და იდეალური შეწებებად ითვლება, თუ კი თვითონ ოსტატი კი ვერ იპოვის თავისივე შეწებებულს. ხლა როცა თანაბრად ფართოვდება ძალხაზები, იქ ვიწრო ძალხაზები ხომ შუაში უნდა გაკეთდეს წესით, როგორც ამბობენ. და მაგის ხარჯზე შეიძლება უფრო ადვილად მივაგროთ იმ შეწებების ადგილის, რომ ფართედან ნელ-ნელა ვიწროვდება. მაგრამ როცა თანაბარი სიგანის არის ძალხაზები მთელ ფიცარზე და რა თქმა უნდა მთელ უკვე დაფაზე. მაშინ უკვე ძალიან რთულია იმ ზოლის პოვნა. ერთი-ორი პირი მეც რო შევაწებე ეს მქონდა თანაბარი სიგანის ძალხაზები, ზუსტად თანაბარი არ იყო, მაგრამ როგორც გითხარით, ძალიან მცირე სხვაობა იყო სიგანეს შორის. ძალხაზებს სიგანეს შორის. და ამიტომ მე თვითონ გამიჭირდა იმ მე მგონი ვერც ვიპოვე, ეხლა ზუსტად არ მახსოვს რამოდენიმე წლის წინ იყო. შეწებების ადგილი ვერ ვიპოვე. ანუ ეს არის იდეალური შეწებება. მასალის იდეალურად მორგება ერთმანეთზე. რომ ისევ გავიმეორებ, რაც უფრო ძვირფასია საკრავი, მით უფრო შესახედავადაც ლამაზი მასალა უნდა შეირჩეს. დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.